ქვეყანაში არსებული არაერთი წინააღმდეგობა და კაზუსი. საქმის მასალების მიხედვით სვანეთში პირველივე შეხვედრაზე ომე ხაფრასიძემ უთხრა მოსალაპარაკებლად ჩასულ კვიჟინაძეს და გვიჩიანს, რომ ლევან კალაძე გამტაცებლებს მოკლული ჰყავდათ და $150,000 საფასურად მიასწავლიდა გვამის ადგილსამყოფელს. ასევე ეტყოდა, ვინ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. იგივე ჩვენების მიხედვით თბილისისკენ მგზავრობის დროს კვიჟინაძემ გვიჩიანს უთხრა, რომ მშობლებს ვერ ეტყოდა ფული მკვდარ შვილში გადაეხადათ. მაგრამ მისივე ჩვენებით რამდენიმე დღეში მას დაურეკა გვიჩიანმა და უთხრა, რომ ლევან კალაძე ცოცხალი იყო და ამ საკითხის გასარკვევად ისევ სვანეთში ასვლა შესთავაზა. რამდენიმე დღეში გვიჩიანი და კვიჟინაძე ისევ გაემგზავრნენ სვანეთში და ამჯერად ლევან კალაძის ცოცხლად დაბრუნებაზე შეთანხმდნენ. საქმის მასალებით სვანეთში ყოფნისას ომეხი თქვა, რომ 300,000-ის ჩაერეოდა და დააბრუნებინებდა გატაცებულ ლევან კალაძეს. კვიჟინაძე შეევაჭრა და დაითანხმა $200,000-ზე. კალაძეები კი ამბობენ, რომ კვიჟინაძე მათგან $200,000 მხოლოდ კახის ჩამოსვლისთანავე ითხოვდა. ლევანის გათავისუფლების შემდეგ კი კიდევ $100,000 უნდა გადაეხადათ. ანუ გვიჩიანმა და კვიჟინაძემ კალაძეებს ლევანის გათავისუფლება ხელოვნურად $100,000-ით გაუძვირეს. საქმის მასალების მიხედვით $200,000 შეგროვების შემდეგ სვანეთში გაემგზავრდნენ დავით კვიჟინაძე, ნოდარი და ოთარ გვიჩიანები და მათ თან ახლდათ კალაძეების ოჯახის დაცვის წევრები, რომლებიც იმავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც იყვნენ. ნოდარ გვიჩიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის თანახმად 5-ჯერ ნასამართლევი, ოთარ გვიჩიანი კი 2-ჯერ ნასამართლევი იყო და ისინი არ ირიდებიან პოლიციელებთან ერთად კალაძის დაბრუნების საქმეში მონაწილეობას. დავით კვიჟინაძე და ნოდარ გვიჩიანი ამ საქმეში დილეტანტების თავისუფლებას ნამდვილად აატოვებენ. განსაკუთრებით ეს ითქმის ნოდარ გვიჩიანს. გინდა თუ არ გაგიჩნდება მოსაზრება, რომ არსებობდა რაღაც გეგმა, რომლის თანახმად აუცილებლად აფრასიძეთა ოჯახში ფულის მიტანის ფაქტი უნდა დაფიქსირებულიყო პოლიციელთა თანდასწრებით. ნოდარ გვიჩიანი ფაქტობრივად ინსპირატორის როლს ასრულებს და ეს არ არის ერთადერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც იგი მსგავსი დატვირთვით გვევლინება. აფრასიძეების საქმის შემდგომ ნოდარ გვიჩიანი გვევლინება ახალი დანაშაულის გამხსნელად, ასე ვთქვათ, ჭალებში. ეს არის ნიკოლოზ ლომინაძის, თელასის ფინანსური დირექტორის განზრახველობის საქმე. აქაც ნოდარ გვიჩიანმა მოახერხა თავი დაეღწია მართლმსაჯულებისაგან განთქმითი ჩვენებებით, აღიარებით, სხვაზე დანაშაულის გადატანით. მან დაასახელა როგორც მკვლობის შემკვეთი, ასევე შემსრულებლები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს პოზიცია ამ შემთხვევაში ემყარება მხოლოდ და მხოლოდ ნოდარ გვიჩიანის ჩვენებებს და არც ერთი სხვა გარემოება, სხვა დეტალი ამ საქმესთან დაკავშირებით არ ემთხვევა მის მიერ მიჩემულ ჩვენებას. ნოდარ გვიჩიანის ჩვენებით ომე ხაფრასიძემ მას დაუსახელა ლევან კალაძის გამტაცებლების სახელები. ციტატა ჩვენებიდან. მანვე გვითხრა ლევანი გაიტაცა 3 სვანმაო და სიგარეტის კოლოფზე დამიწერა მათი სახელები. იმავე გვიჩიანის ჩვენებით სიგარეტის კოლოფი მათ დავით კვიჟინაძემ გადასცა. ამ დროს ლევან კალაძის გატაცების საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელი იყო. გამოძიება კი არ დაინტერესებულა სიგარეტის კოლოფზე მიწერილი სახელებით და კვიჟინაძისათვის ამის თაობაზე ერთი კითხვაც არ დაუსვამთ. გამოძიების მხრიდან ისეთი მნიშვნელოვანი დეტალის უყურადღებოდ დატოვება თუ ვისი სახელები ეწერა სიგარეტის კოლოფზე მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ლევან კალაძის გამტაცებლების ვინაობის დადგენის მიზნით გამოძიებას ნამდვილად არ აწარმოებდნენ. საბოლოოდ უპასუხოდ დარჩა საკითხიც. აიღო თუ არა საერთოდ ომე ხაფრასიძემ კალაძეების $200,000. ვახტანგ ჯაფარიძე ამბობს, რომ ომე ხაფრასიძეს იგი პირადად ესაუბრა ტელეფონით განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს უფროსის ბათალბი საღინაძის თხოვნით, რომელიც კალაძის საქმეზე მუშაობდა. არაო მაშინო $10,000 დაიტოვეო, $10,000 დაიტოვეო. დანარჩენს წავიღებთ კი ბატონო. მართლაცო ხო და იქნებო დაგვიდგინო მაინც რომ დაინტერესდი ამ საქმით და დაგვიდგინო მისი ადგილსამყოფელია. მე უთხარი კი ბატონო და დავიტოვე $10,000. ეს $10,000 ვახტანგი უფროსო აგერ ამაქვს შენახული ახლად და
ის 199,000 წამოიღეს უკან. ეს მე მითხრა ომეხი აფროსიძე. და თუ ვინმე დაფიცავსო და არ დაადასტურებს ამასა და იტყვის რომ თლიანად სადაც მეტყვი იქ ჩამოვალ. ადვოკატები ამბობენ რომ ორივე ძმა როგორც წინასწარი ასევე სასამართლო განხილვის დროს იმყოფებოდნენ უკანონო პატიმრობაში. ქოჩა აფროსიძე, როგორც ცნობილია, დაკავებული იქნა 2004 წლის 24 მარტს და იგი მთელი 4 თვის განმავლობაში ისე იმყოფებოდა პატიმრობაში, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. უფრო მეტიც, მას 3 თვიანი საპატიმრო ვადა ისე გაუგრძელეს, რომ ამ დროს ჯერ კიდევ ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. არადა საქმეში არსებობს გამოძიებელ ირაკლი წულაიას მიერ შედგენილი დადგენილება ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, სადაც ცხადათაა მითითებული, რომ ქოჩა აფროსიძეს ბრალი წაეყენა 2004 წლის 9 ივლისს, დაკავებიდან 4 თვის შემდეგ. ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. ევროკონვენციის მე-5 და მე-6 მუხლები აწესებს კატეგორიულ ვალდებულებას დაკავებულს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს ბრალდების არსი. ქოჩა აფროსიძე 4 თვის განმავლობაში ისე იმყოფებოდა პატიმრობაში, მისთვის არ იყო ცნობილი თუ რას ედავებოდა ბრალდება. რაც შეეხება შმაგი აფროსიძეს, ისიც დაკავების დღიდან გვევლინება უკანონო პატიმრად, ვინაიდან მის მიმართ უხეშად იქნა დარღვეული 156 მუხლის მეორე პრიმა ნაწილის მოთხოვნები, რამდენადაც დაკავების ოქმი შედგენილი იქნა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და მისი ასლი შმაგი აფროსიძეს არ გადასცემია. მსგავს შემთხვევებში ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად თავისუფლება შეზღუდული პირი აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამავე მოთხოვნას აყენებს კანონის სხვა არაერთი მუხლიც. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ქოჩა აფროსიძე არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლია. მას დაავადებული ჰქონდა მარჯვენა თვალი. ადვოკატებმა გამოძიება შუამდგომლობით მიმართეს ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით. გამოძიებამ შუამდგომლობა უსაფუძვლოდ მიიჩნია. იგივე შუამდგომლობით დაცვამ მიმართა სასამართლოს და ეს შუამდგომლობაც არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს განჩინების მიხედვით ეს საკითხი არაარსებითად ჩაითვალა. დაცვის მხარემ ჩაატარა ალტერნატიული ექსპერტიზა და შედეგად დადგინდა, რომ ერთ თვალში მხედველობა პატიმარს სრულად ჰქონდა დაკარგული და მისი აღდგენის შესაძლებლობა აღარ არსებობდა. მაგრამ მარჯვენა თვალის როგორც ორგანოს შენარჩუნებისათვის ესაჭიროებოდა დროული ქირურგიული ოპერაცია, რაც მინიმუმამდე დაიყვანდა მარჯვენა თვალის პროტეზირების საჭიროებას. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაცვამ თხოვნით მიმართა იუსტიციის მინისტრს, სახალხო დამცველს, მაგრამ ავადმყოფს კურნალობა არ ჩაუტარდა. ნებისმიერ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის უფლება და ამ უფლებას არ არწმუნოს მას პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად სახელმწიფო მოვალეა იზრუნოს ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე. ჩვენს ოფისს შესწავლილი აქვს ეს საქმე, გაგზავნილი გვაქვს არაერთი რეკომენდაცია, რომლებიც არ დაკმაყოფილდა და არათუ არ დაკმაყოფილდა, უბრალოდ პასუხიც კი არ მივიღეთ იუსტიციის სამინისტროდან და ერთადერთი შეფასება, რაც ამ შემთხვევაში შემიძლია, ეს არის, რომ ქოჩა აფროსიძის მიმართ ადგილი აქვს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, იმიტომ რომ როცა ადამიანი კარგავს მხედველობას და მას არაფერს არ უკეთებს სახელმწიფო, რომელსაც აქვს ეს მოვალეობა, ეს არის წამების კლასიკური შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მიმართეთ სასამართლო კოლეგიას ქოჩა აფროსიძის თვალის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ მოსამართლეებს ამ მიმართულებით ყურიც ვერ გავაბარტყუნებინათ, ამან გამოიწვია ის, რომ ქოჩა აფროსიძე მთელი პროცესის განმავლობაში სამწუხაროდ დღემდე იმყოფებოდა და იმყოფება წამების და არაადამიანური მოპყრობის ქვეშ, ვინაიდან მას გამუდმებით ტანჯავს თვალის ტკივილი. დღემდე ეს ფაქტი რეაგირების გარეშე რჩება, რითაც უხეშად ირღვევა როგორც ქართული კანონმდებლობის, ასევე ევროპული კონვენციის მესამე მუხლის მოთხოვნები. წინასწარი და სასამართლო გამოძიების პარალელურად მიმდინარეობდა ოპერატიული მუშაობა ლევან კალაძის ადგილსამყოფელის დასადგენად. საქმეში დევს 2004 წლის 17 მაისით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი ბათალბი საღინაძე ადასტურებს, რომ აფროსიძეებთან მიმდინარეობდა ოპერატიული მუშაობა, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმჟამინდელი რედაქციით აკრძალული იყო. შეიძლება ვინმეს ეს საპროცესო დარღვევები უნიშნელად მოეჩვენოს, მაგრამ რეალურად ამ დარღვევების